მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ჩემი ვარდები ზუსტად 10 დღე ამახარებს ულამაზესი გახდა და ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ჯიში. თავიდან არის წვრილი ვარდები. 14 თებერვლიდან მოყოლებული ასე მახარებს. შემდეგ იშლება და ხდება ასეთი ულამაზესი. ვფიქრობ, რომ კიდევ რამოდენიმე დღე გაძლევს და კიდევ რამოდენიმე დღე გამახარებს. დღეს დილიდან ბავშვები გავუშვით თუ არა სკოლაში, გადავწყვიტე საკუჭნაოს დალაგება, რადგან თავიდან ვუფრთხილდებოდი მართლა, რომ არ არეულიყო წელიწადზე მეტი არავის არ ვუშვებდი და მხოლოდ მე ვაწყობდი, რაც დასაწყობი იყო. ბოლო 1 თვის განმავლობაში, როგორც იტყვიან, ხელი ავუშვი და რაც კი ხელში მხვდებოდა, ვდებდი არა თავის ადგილას, სწორად რომ ვთქვათ, ამიტომ ძალიან არეულია და დღეს ხვალ კიდევ უფრო ირეოდა და ვიფიქრე, რომ აღარ გადავიტანდი და დილის 7 საათიდან დავიწყე უკვე დალაგება. რა თქმა უნდა, შემდეგ ბავშვმა გაიღვიძა, ვაჭამე, დავაძინე, მერე კიდე გაიღვიძა, მოკლედ ამან თითქმის მთელი დღე გაიტანა და როგორც იქნა დალაგდა ეს საკუჭნაო. აქ მიდევს ბურღულეული და ტანის მოვლის საშუალებები, ასევე სხვა დანარჩენი, რასაც ზედმეტს ვყიდულობ და შემდეგ ნელ-ნელა გამაქვს სააბაზანოში და სამზარეულოში. ვიფიქრე მუსიკის მაგივრად, მოგიყვებით კურიოზს, რაც გადამხდა. ასეთი კურიოზები ძალიან ბევრი დამიგროვდა და დროთა განმავლობაში შემდეგ მავიწყდება. თან მესამე მშობიარობის შემდეგ საერთოდ ტვინი გამომერეცხა და თითქმის აღარაფერი აღარ მახსოვს. მოკლედ დღეს გამახსენდა ეს კურიოზი და ვიფიქრე, რომ მოგიყვებით თქვენც ცოტას წაგახალისებთ, თან მოტივაცია და თან ცოტა გავიცინოთ. ეს ამბავი მოხდა 2017 წელს შემოდგომაზე. მოკლედ ახალი ჩამოსულები ვიყავით და როცა ჩამოდიხარ და ბარდები გგზავნიან ბანაკში, ანუ ეგრეთ წოდებულ ლაგერში. პირველ ბანაკში ვიყავით 1 კვირა, მეორე ბანაკში თვენახევარი და შემდეგ გაგვგზავნეს უკვე ბოლო დამასრულებელ ბანაკში, სადაც კიდევ რამოდენიმე ხანი უნდა გვეცხოვრა, თვე თუ 2 თვე ვიცხოვრეთ. მესამე ბანაკში რომ გაგვგზავნეს, უბრალოდ მოვიდა ავტობუსი და გადაგვიყვანა სხვა ქალაქში. გვითხრეს, რომ შენობაში იყო რემონტი და ამის გამო გამოგვიყვეს, ვინც ვიყავით გადასულები, ოჯახებით პატარ-პატარა ოთახები. გარეთ იყო პატარა ვაგონებივით პლასტმასის და იქ შეგვასახლეს თითო ოჯახს მოგვცეს მოკლედ თითო ოთახი. ოთახში იყო მხოლოდ 2 საწოლი, 1 პატარა მაგიდა და 2 რკინის კარადა. ჩვენ ვიყავით 4, საწოლი იყო 2 და გადავწყვიტეთ თავიდანვე, რომ ბავშვები ერთად დაწოლილიყვნენ 1 საწოლზე და მე და სერგო 1 საწოლზე, რადგან რომ გაგვეყო ბავშვები მაგალითად და 1 საწოლზე მე და ნიცა დავწოლილიყავით და მეორე საწოლზე სერგო და გოჩა, ბავშვებიც მჭიდროდ იქნებოდნენ და ვიფიქრეთ, რომ ბავშვები მაინც თავისუფლად ყოფილიყვნენ, ამიტომ ასე გადავწყვიტეთ. მოკლედ 2 საწოლზე იყო მხოლოდ 1 ბალიში. ბავშვები პატარები იყვნენ და იმდენად ბალიში არ მოუთხოვიათ, ხოლო მე და სერგო თავიდან ვიყოფდით ამ ბალიშს, ხან სერგოს ჰქონდა, ხან მე და შემდეგ ხან ტანსაცმელებს ვიდებდი ხოლმე თავქვეშ, რომ ბალიშის ფორმა მიეცა. ბოლოს უკვე კისრის ტკივილი რომ დამეწყო, სერგომ მითხრა, რომ უთხრა იქ ვინც მუშაობდა ბალიშის შესახებ და ამ დღეებში მოგვცემენო და ველოდებოდით ბალიშს როდის მოიტანდნენ.
მოკლედ ბავშვებს დილით ვუშვებდით ბაღში, რადგან იყო ბაღი, მშობლებს რომ გაეკეთებინათ თავიანთი საბუთები, რადგან ყველაფერზე სარბენი იყო იქაც და ყველაფერზე დარბოდი, ის საბუთი, ეს საბუთი, ის მოიტანე, ეს მოიტანე, ამ ყველაფერს აკეთებდა სერგო, ხოლო მე ვიყავი გაწევრიანებული ქალების კლუბში. ასე ერქვა ქალების კლუბი და უფრო ხშირად მუსულმანი ქალბატონები დადიოდნენ, რადგან მათთან არ შეიძლება ქალები და კაცები ერთად, როგორც იცით, ამიტომ ეს ქალები ხან კერავდნენ, ხან ქსოვდნენ, რაღაცებს ყვებოდნენ და მეც მივდიოდი, რომ მეთქი ენა მაინც ვისწავლო ან რამე. დილით, მას შემდეგ რაც ბავშვებს მივიყვანდი ბაღში, პირდაპირ მივდიოდი იქ ქალების კლუბში. ხო და ერთი დღეც არის, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ მივდივარ იქ ქალებთან და ერთი კაცი მაჩერებს და კაცს ეცვა სამუშაო ფორმა, როგორც მივხვდი, იქ მომუშავე მამაკაცი იყო და იყო სადღაც 40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი. მაჩერებს და მეუბნება, რომ ქალბატონოვო, წამოდითო ჩემთან ერთად ქისენი უნდა მოგცეთო. ხო და რომ იცოდეთ, ქისენ გერმანულად არის ბალიში, ხოლო ქუსენ არის კოცნა. ხო და ის რომ ქუსენ არის კოცნა ვიცი, ის რომ ქისენ არის ბალიში არ ვიცი. ხო წარმოგიდგენიათ რა დამემართა ამ დროს, ვუყურებ ამ კაცს ესე გაშტერებული და ნელ-ნელა უკან ვიწევი. და ეს კაცი კიდე მიხსნის, რომ ქალბატონო წამოდით ქისენ უნდა მოგცეთ და აი დრო არა მაქვს რომ მომეტანა და აი რაღაცებს მეუბნება და ამ დროს მესმის მხოლოდ ქისენ და უკან მივიწევ და თან ოქტომბრის ბოლო იყო, ქურთუკი მეცვა, რადგან დილით გრილოდა და ამ კაცმა მიხვდა ალბათ, რომ ვერ გავიგე რას მეუბნება, ხელი ჩამავლო ქურთუკში და მეკაჩება, რომ წამოდი, უნდა მოგცე ქისენ. და ამ დროს მე ესე გავაშვებინე ხელი, მეთქი არ მინდა და გავიქეცი. გავრბივარ ოთახში, რა თქმა უნდა, სახლში. და ამ დროს თან ვფიქრობ, რომ მეთქი ვიღაცა არანორმალურია, ვიღაცაში შევეშალე. მეთქი მე იქ იმ კლუბში აღარ წავალ, იქ მარტო ხელად დედები დადიან და ვიღაცაში ვეშლები. მეთქი მოკლედ ჩემ თავზე ვბრაზობ, რომ მეთქი რას დადიხარ აქეთ იქით, დაეტიე ოთახში და გადავწყვიტე, რომ მეორედ იქ აღარ წავიდე. მეორე დღეს ბავშვები მივიყვანე კიდევ ბაღში და მხვდება კიდევ ეს კაცი. ეს კაცი კიდევ რაღაცას მეუბნება, ქალბატონო წამოდით ჩემთან ერთად, მიხსნის, მაჩვენებს, აი იქ, აი იმ საწყობში, თან თითით ხელით მაჩვენებს, რომ აი იქ უნდა წამომყვეთ ქალბატონო, რომ ქისენი მოგცეთ და მე ხომ დარწმუნებული ვარ, რომ ქისენი კოცნა. აი მე ეხლა კი მეცინება ხალხო, მაგრამ იმ დროს ისეთ დღეში ვიყავი, აი მართლა თან ცოცხალი თავით ამ ყველაფერს სერგოს არ ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ სერგო არის ძალიან წყნარი, ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, აი ცხარია და თუ გაბრაზდა ცხარიაო, ხომ გაგიგიათ, ზუსტად ასეა და მეთქი ეს თუ გაგიჟდა და გაცოგდა, ამას მერე რა გააჩერებს, თუ გამოვიდა წყობილებიდან, თან მეთქი ისედაც მშვენიერი ცხოვრება არ გვაქვს ახლა აქ და მშვენიერი პირობები არ გვაქვს, ვცხოვრობთ სადღაც ბუტკაში ეგრეთ წოდებულ და კიდევ ეს რო დავუმატო, მეთქი ამ კაცს აჩკარად ვიღაცაში ვეშლები და მეთქი იმას იზავს, მიხვდება მერე რომ ვიღაცაში შევეშალე და თავს ვარიდებ. მესამე დღეს ბავშვები რომ წავიყვანე ბაღში, ზუსტად იგივე განმეორდა ეს კაცი, კიდევ რაღაცას მეუბნება, ქალბატონო ქისენ და მეოთხე დღეს უკვე ჭკუა ვისწავლე. ბავშვები რომ წავიყვანე ბაღში, შემდეგ ვურტყავ უზარმაზარ წრეს და ისე მოვდივარ ოთახში, რომ ეს კაცი არ შემოხვდეს. მოკლედ თითქმის ერთი კვირა
ეს კაცი დამდევს ასე ქისენ, მე გავრბივარ, შემდეგ წრეს ვარტყავთ, ისე მივდივარ ოთახში, რომ არ დამინახოს. თან სერგო მეკითხება ყოველ დღე, ბალიში ხომ არ მოუტანიათ? მეთქი არავის არ მოუტანია ბალიში, მთელი დღე ოთახში ვარ და არანაირი ბალიშზე არანაირი ინფორმაცია არ არის. თურმე სერგო ყოველ დღე მიდის და იქ ეუბნება, რომ გვჭირდება კიდევ ერთი ბალიში და ისინი ეუბნებიან, რომ გადასცემენ მომუშავე პერსონალს და შემდეგ მოგვცემენ ბალიშს. მოკლედ კიდევ ერთი დღეა და ეს კაცი შემხვდა. შემხვდა და მეუბნება, რომ ქალბატონო, არ გინდათ ქისენი? მეთქი არ მინდა. ნაინ. ერთი ეგარი რომ ვიცი ნაინ და მეტი არაფერი და მეუბნები მეთქი არ მინდა. ნაინ ქისენ და ამოიღო დაწერილი ფურცელი, სადაც ეწერა ჩემი გვარი. და მაჩვენებს, რომ აი აქ მიწერია, რომ მე უნდა გადმოგცეთ ქისენი, ქალბატონო. და ეს რო დავინახე მეთქი ამას რა აქვს ახლა ჩამოწერილი, რა ქისენი უნდა მომცეს, თან ჩამოწერილი აქ, თან ჩემს გარდა კიდე სხვა გვარებიც იყო. მოკლედ გამოვბრუნდი და გავიქეცი ისევ ოთახში. ხო და ეს იყო დილით, როცა ბავშვები წავიყვანე და უკან ვბრუნდებოდი და შემდეგ შუადღით რომ მივდიოდი ბავშვების გამოსაყვანად, ეს კაცი კიდევ შემხვდა და კიდევ რაღაცას მეუბნება ქისენ და მეც გაბრაზებული უკვე აი მართლა რო აღარ შემიძლია და უკვე რო ყელშია ეს კაცი ამოსული და აი უბრალოდ რო აღარ აქცევ ყურადღებას და ისე მიდიხარ, ზუსტად ასე გავაკეთე, რომ ვითომ არ ვიცნობ, არ ვიცი, არ მესმის, მე არ მეუბნება და მივდივარ და ამ დროს ამ კაცმა მომაძახა, აი სადღაც 3-4 მეტრით ვარ დაშორებული და მომაძახა, რომ თქვენმა ქმარმა თქვა, რომ უნდა მოგცეთო ქისენიო ქალბატონო, თქვენ არ გინდათ, მაგრამ თქვენმა ქმარმა მითხრა, რომ უნდა გადმოგცეთ ქისენიო და აი ამ დროს ეს რო გავიგე, ხო გავჩერდი. აი უბრალოდ კუაზე რო არა ვარ, უკვე სიბრაზისგან და იმისგან, აი რასაც გვერო დუხს ჩემი ტვინი და ისე რომ გავხედე გაბრაზებულმა და რომ მივაძახე თან ქართულად, აი ქართულ ენაზე რომ მივაძახე, მეთქი შენ ამოწყდი, ხო და თუ იცი რომ ქმარი მყავს, რა ქისენი აგიტყდა ეხლა. და გადავწყვიტე, რომ მეთქი ამას აუცილებლად უკვე სერგოს ვეტყვი, აღარ შემიძლია მართლა ამ კაცმა შემაწუხა და ოთახში რომ მივედი, სერგო არ იყო. ჩვენ სახელზე წერილი იყო მოსული, არც თუ ისე სასიამოვნო წერილი იყო მოსული სასამართლოდან, სადაც ეწერა, რომ უნდა დაგვეტოვა ქვეყანა და მოკლედ არც თუ ისე კარგი ინფორმაცია იყო, ამიტომ ეს ჩემი წუხილი და დარდის მოყოლა გადავწყვიტე, რომ ცოტა გადამედო და სხვა დროს მომეყოლა. მეორე დღეა და მე და სერგო ერთად მივდიოდით ამ წერილის თაობაზე, რომელიღაც შენობაში და დავინახეთ ეს კაცი. ეს კაცი შორიდან ხელს გვიქნევს და ესე გვეძახის, რომ მოდითო. ხო და სერგო მეუბნება, რომ წამო ეს კაცი გვეძახისო და მეთქი ეს კაცი არანორმალურია და მოდი თავი დავანებოთ, წამო მეთქი. არ გვინდა ამ კაცთან, წამო ჩვენს გზაზე წავიდეთ. ხო და სერგო მეუბნება, რომ არაო ეს კარგი კაციაო, ვიცნობო. ხო და წამო, კარგი კაციაო და მეთქი რა კარგი კაცი, შენ იცი ამ კაცმა რა დღეში ჩამაგდო? ეს კაცი რასე მეუბნება მეთქი ყოველ დღე, რომ აი ქისენ და ესე დავფქვი, რასაც ქვია, ყველაფერი ესე ჩამოვარაკრაკე, მოვყევი ესე, მეთქი ყოველდღიურად მხვდება ქისენ, ქალბატონო ქისენ, სადღაც მათრებს, მეთქი სადღაც საწყობში და აღარ ვიცი მეთქი რა ვქნა, შემაწუხა და სერგო მისმინა და ბოლოს მეუბნება, რომ ხო, მერე აიღე? მეთქი რა ავიღე? ხო, მე ვუთხარიო, მერე აიღეო? რა ავიღე მეთქი, რა უთხარი, ქისენ უთხარი რომ მომცეს? და ხო, მე ვუთხარიო, ბალიში ხო გვინდაო და არ აიღეო? რა ბალიში მეთქი, რა ბალიში ადამიანო, გავწყდი ადამიანს აღარ მგავარ, მთელი კვირა დამდევს რა ბალიში. მეთქი ქისენიო ეს კაცი მეუბნება, ქისენიო, რა ბალიში კაცო, განა ბალიშზე მეუბნება და მეთქი ქისენიო.
ხო და სერგო მეუბნება რომ გადაგეთარგმნა მაინცო და ის მაინც გაგეკვა ეს კაცი რას გეუბნებოდაო და ისე სულ ვთარგმნიდი ტელეფონში, აი სულ თარჯიმნით დავდიოდი და ისე მაგებინებდნენ და ისეთი კომუნიკაცია მქონდა აბსოლუტურად ყველასთან, მაგრამ ეს ქისენზე იმ დონეზე ვიყავი დარწმუნებული, რომ კაცი ქვისენს მეუბნებოდა ქისენის მაგივრად, რადგან ინგლისურადაც გავს ქის და ქისენი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცა კოცნაზე მეუბნებოდა ეს კაცი. მივედით როგორც იქნა ამ კაცამდე და ეს კაცი რაღაცას ეუბნება სერგოს, თან იცინის და მე ესე ვუყურებ და წინა კბილებით რომ უცინი ვარ ესე რაღაცნაირად, აივე თან სირცხვილის სიცილი, აი რასაც ქვია შევრცხვი ხალხნო, სერგო მიდიოდა იქ ეუბნებოდა რომ ბალიში გვინდა, ეს კაცი მაძლევდა ბალიშს და მე მთელი ისტერიკა მქონდა იქ გახსნილი. და იმაზე ვფიქრობდი მთელი ეს დრო, რომ მეთქი ვაიმე რაც მე ეს კაცი ვწყევლე, რაც მე ეს კაცი ვწყევლე, ლამის შევიტანე საჩივარი ძალადობაზე. ასე შევრცხვი ერთი ბალიშის გამო მთელ ბანაკში და სიმართლე გითხრათ ეს არ იყო ერთადერთი შერცხვენა, ამის გარდა კიდევ უამრავჯერ გავწითლდი და შევრცხვი, უბრალოდ მართლა არ მახსოვს რის გამო და დრო მაქვს. კიდევ ერთი პატარა ისტორია გამახსენდა და სულ მოკლედ მოგიყვებით. ესეც შერცხვენაზეა. არ ვიცი მთლად სასაცილოა თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან შევრცხვი. მოკლედ ისევ ამ ბანაკში ვართ და ერთ პერიოდს შევატყი გოჩას, რომ შეწყვიტა შარდვა. ჩემი აზრით იმის გამო, რომ ამდენი გადასვლა-გადმოსვლა გვქონდა, რამდენიმე ბაღი შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის იყო, როგორც ჩანს ამ ყველაფერმა ბავშვზე იმოქმედა და უბრალოდ შეწყვიტა შარდვა. ცვავდა ბევრ წყალს, მაგრამ არ მიდიოდა მოსაშარდად და ამის გამო პანიკა დამეწყო. ავიღეთ ექიმთან ვიზიტი, გვქონდა მეორე დღეს, დილის 9 საათზე. იყო 31 ოქტომბერი და მეორე დღეს 1 ნოემბერს გვქონდა დილის 9 საათზე ექიმთან ვიზიტი. მივედი მე, ქალბატონი, იქ ბანაკის რავი მუშაკთან და ვუთხარი, რომ ხვალ გვაქვს ვიზიტი ექიმთან და უნდა გავიდეთ, უნდა დავტოვოთ ეს ტერიტორია. ამიტომ გადმოგცეს ბილეთები, ქალმა მკითხა, სამჯერ მკითხა, რომ ხვალ რომელ საათზე გაგვთო და არ ვიცი რატომ, არ ვიცი ტვინი ამება თუ რავი, მართლა არ ვიცი რატომ, ვუთხარი, რომ ხვალ გვაქვს 1 საათზე. არ ვიცი, ალბათ 1 ნოემბერი რომ იყო, ამიტომ ჩამყვა სიტყვა 1 თუ არ ვიცი და ამ ქალმა მოგცა ბილეთები, რომლებიც გადის 1 საათზე. მოვიტანე ეს ბილეთები და სერგო მეუბნება, რომ არასწორი ბილეთია და უნდა გადავცვალოთ. მოკლედ მე და სერგო წავედით, მოვუბოდიშეთ, არ ვიცი, ვეხვეწეთ, ვემუდარეთ, რასაც ქვია, ეს ქალი გაბრაზდა, რომ როგორ გადაგიკეთოთ ახლა და თქვენთვის შევუკვეთე სპეციალურად ასე ისე და რამოდენიმე საათში გვეძახის და გვაძლევს ახალ ბილეთს 9 საათის. ეს იყო ავტობუსის ბილეთი და ჩვენს ქალაქში ჩვეულებრივ შეხვალ და ავტობუსშივე იყიდი ბილეთს, იქ ცოტა სხვანაირად არის, იქ უნდა შეუკვეთო, მოკლედ წინასწარ და შემდეგ ისე შედიხარ ავტობუსში, ამიტომ ამ ქალმა წინასწარ შეუკვეთა ჩვენთვის ბილეთი ჯერ 1 საათისთვის და შემდეგ გადაგვიკეთა და მოგცა 9 საათიანი ბილეთიც. მოკლედ გამოვედით უკვე, სერგო წავიდა ოთახში, მე ვდგავარ კარებთან, კაბინეტის კარებთან და ეხლა მინდა რომ ამ ქალს ვუთხრა უკაცრავად, უფრო სწორად მოვუბოდიშო, იმიტომ რომ ჩემი ბრალი იყო და მინდა რომ მოვუბოდიშო და ვუთხრა რომ მადლობა ქალბატონო. აი რა სიმეტიჩრე იყო, ეხლა მაინც არ ვიცი. გადავთარგმნე ტელეფონში, ეხლა
თარგმნი, რას ნიშნავს გერმანულად სიტყვა ბოდიში. გერმანულად სიტყვა ბოდიში არის Entschuldigung და ჩემთვის ახლა ეს სიტყვა არის ძალზე ჩვეულებრივი სიტყვა და მაშინ უშველებელი, რაღაც საშინელი და ძალიან ძნელად გამოსათქმელ სიტყვად მომეჩვენა. თავიდან ვიფიქრე, რომ ტელეფონის თარჯმანი ურევს და რაღაც არასწორად მითარგმნის, იმიტომ რომ ერთი სიტყვა ბოდიში ამხელა არ შეიძლება რომ იყოს. იქ ვნახე, აქ ვნახე, იქ გადავთარგმნე, აქ გადმოვთარგმნე და მოკლედ Entschuldigung-ზე შევთანხმდი. დგავარ ეხლა გარეთ კაბინეტის წინ კართან და ვიზებირებ ამ სიტყვას. დავიზებირებ ამ Entschuldigung-ს, დავაკაკუნებ, ეს ქალი დაიძახებს რომ შემოდით, შევაღებ, შევალ, დგავარ ეხლა კარებთან, აი დაფასთან რომ გამოდიოდნენ ბავშვები და აი დროს ცხვენიათ და იძლის რომ რაღაცას ბლუყუნებენ, აი ზუსტად ასე. ვიტყვი ამ სიტყვას, თან აი ვერც რომ ვამბობ, აი ვიწყებ, რასაც ქვია ესე Entschuldigung, მე ისევ გავდივარ. უცებ გავდივარ. თან უთქმელად. კიდევ გადავხედავ, დავიზეპირებ, დავაკაკუნებ, შემოვალ. კიდევ ვიწყებ ამ სიტყვას, არა მოდის პირიდან. ისევ გავდივარ. მოკლედ ასე რამოდენიმეჯერ შევედი, გავედი, ეს ქალი უკვე ესე არმოცერად მიყურებს, გონია ფიქრობს რა სჭირს. ბოლოს კიდევ ერთხელ დავაკაკუნე, შევედი და მივხვდი რომ ამ სიტყვას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ძნელი და უაზრო სიტყვაა და უბრალოდ ვთქვი sorry. ვუთხარი sorry და გავედი და ამ ქალმა თქვა რომ არა უშავსო ქალბატონო, ხდება ხოლმე გონია თქვა ავადმყოფია საცოდვი. რა სიმეტიჩრე იყო ეხლა ეს დაზეპირება მართლა, არ ვიცი, აი ხო შემიძლია რომ დამეწერა, გადამეთარგმნა და ან ტელეფონი მეჩვენებინა, ან და თვითონ ტელეფონშივე წამეკითხა, არა უნდა დამეზეპირებინა და უნდა შევრცხვენილიყავი ასე. მოკლედ ამ ჩემს კურიოზებში დავალაგე კიდეც სამზარეულოც დავალაგე და ვიწყებ გაბრიელის სადილის მომზადებას. დღეს ვამზადებ ქათმის წვნიანს ბოსტნეულთან ერთად, ქათმის ფილე დავდგი უკვე მოსახარშად, პირველ წყალს გადავუყრი, შემდეგ დავუმატებ ბოსტნეულს, ბოსტნეული მაქვს უკვე გადახარისხებული და გაყინული, ვყიდულობ ბროკოლის, ყვავილოვან კომპოსტოს, ასევე სტაფილოს, შემდეგ ამ ყველაფერს კარგად ვრეცხავ, ვაშრობ, ვჭრი და ვყინავ. ცალკ-ცალკე პარკებში მაქვს თვითო სადილისთვის თითო პარკი. უბრალოდ ამ მაქვს, შემდეგ ვყრი სადილში და ვუმატებ მხოლოდ კარტოფილს. ან კარტოფილს, ხან ბრინჯს, ახლა ეს ბოლო დროა ვერმიშელსაც ვამატებ და ასე შემდეგ. მზად მაქვს უკვე ეს პატარა პარკებით და უფრო ადვილია, უფრო ნაკლებ დროს იღებს სადილის მომზადება. ხოლო ბავშვებისთვის მოვამზადებ ჰოთ-დოგებს. არ ვიცი მარტო ჩემთან არიან ასე, თუ თქვენი მოზარდებიც ასე არიან, არანაირი წვნიანი აღარ უნდათ, სხვა ნორმალური სადილი აღარ უნდათ, მხოლოდ ასეთი რაღაცეები, ბურგერი, ჰოთ-დოგი, არ ვიცი, რაღაც გახვეული შაურმები და ასე შემდეგ. არ ვიცი, ალბათ პერიოდი აქვთ ასეთი და დიდი იმედი მაქვს, რომ დაუბრუნდებიან ნორმალურ სადილს. ჭამენ მართლა, თუ რამე სხვას დავუდებ, ბრინჯი ბოსტნეულითან, რაიმე ასეთი, კი მიირთმევენ, მაგრამ ეტყობათ, რომ მთლად გულითაც არა და შემდეგ ისევ რომ მშივრები არიან, იმიტომ რომ ისე გემრიელად არ მიირთვეს, ამიტომ ვცდილობ, რომ ხანდახან ასე გავანებივრო ხოლმე და მოვამზადო ასეთი არაჯანსაღი სადილი. The temperature's dropping, let me dive in your ocean dive.
Out on the west side, I'll be moving forward, dive. Can't resist your presence, especially when I'm lifted, dive. What is heavy on me? Keep your body ready, dive. I'm diving, I'm diving, I'm diving. I'm diving, I'm diving, I'm diving. Right out on the west side, diving. I'll be moving forward, dive. Can't resist your presence, dive. Keep your body ready, dive. Keep your body ready, die. Living reckless in the afternoon. Heard you got a crew, what's the atmosphere like? Probably should've connected on the first encounter. Now I gotta wait for the right moment. I don't wanna wait for the right moment. Anxiety got me feeling hesitant. Fortunately, I rise to extreme levels. Fortunately, yeah. Send me your address now. Racing through the streets like you're escaping the pursuit now. Oh, what a way out. You chose to play with danger and you made it out. Yeah, the temperature's dropping. Let me dive in your ocean, dive. Out on the west side, I'll be moving forward, dive. Can't resist your presence, especially when I'm lifted, dive. What is heavy on me? Keep your body ready, dive. I'm diving, I'm diving, I'm diving, yeah. I'm diving, I'm diving, I'm diving, yeah. Out on the west side, dive. I'll be moving forward, dive. Can't resist your presence, yeah. Keep your body ready, dive. Push the surface to the edge and watch it fall. Check your balance, don't get caught up in the current, no. I know I said I'd reach out, I never did, no. Dive, dive, dive. I can guide you, even though I've never been there. The waves are constantly crashing around me repeatedly. I've been sinking for a moment, your energy keeps pulling. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.